Სამშვიდობის გიორგი, მოგესალმები თქვენს მაყურებელს და ახლაც მივესალმები ახალგაზრდებს, რომელსაც რამდენიმე წამით გადავეყარე შემოსვლისას და არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს პრობლემაზე მოუწიათ მათ მუშაობა და რაღაც აქტიურობა, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან ამაღლებულ ხასიათზე დავდექი, შენი არ იყოს პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ ხედავ რომ როგორ რაღაცა შემოიტანეს და სანამ შემოვიდოდი სიტყვა ხავსი მომესმა ვიცი რომ პირდაპირ გაგეთახი ხავსი პირო ხელმოსაზი სწორია წინადადებაში იმ წინადადებაში სიტყვა ხავსი უნდა ყოფილიყო მაგრამ მე მგონი ხავსთან კი არა ფესვებთან გვაქვს საქმე ჯამთელ ფესვებთან რომელზეც აშენდება აუცილებლად აშენდება ის საქართველო რომელსაც სამწუხაროდ ვისაც უნდა ეფესვა და ვისაც უნდა გვეფესვა მაინც და მაინც თლად არ გამოგვივიდა ეგ ამბავი მაგრამ ის ძარღვი ეროვნული რაღაცა მუხტი ჩვენი ეროვნული ამბიცია იმისა რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა წევრი თავისუფალი სამყაროსი ეს ძარღვი ფეთქავს და ამ ძარღვზე აი ამ ტიპის მოქალაქეობრივი ცნობიერება და პასუხისგებლობა თან ისე რომ ამსახელებს ხადია ისინი არ არქმევენ ამას და ზუსტად ესაა მოქალაქეობრივი ცნობიერება და სახელმწიფოებრივი მიდგომები როდესაც სახელს არ არქმევ ერთი კვირის წინ ქუთაისში ვიყავი გვირილობის დღესასწაულის ისტორია თუ ხსმენია და იქ მოვისმინეს 900-იანი წლების დასაწყისში ქუთაისის ქალთა ახლად გახსნილ გიმნაზიაში გიმნაზიის მოსწავლე გოგონებმა ამოიკითხეს სადღაც მაშინდელ პრესაში რომ ევროპაში აი ესე ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი ადამიანები ყოველგვარი ძალაუფლების და სიმდიდრის გარეშე სიკეთის კეთებას ახერხებდნენ სხვადასხვა ინიციატივებით და მოიფიქრეს ეს გვირილობის დღესასწაული. კრებსდნენ გვირილას მინდორში, მოქონდათ ქალაქში, ყიდიდნენ და შემოსული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. ეს არის ის ფუნდამენტი და საძირკველი, რომელზეც ქართული სახელმწიფოს კონტურები ძალიან მკაფიოდ ნახეთ 18-21 წლებში და მას მერე საჯახირობთ კი ვხედავთ. ხო, ამიტომ, როდესაც საუბრობთ აი დღეს სადაა საქართველო, რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რა ვარდნაშია თუ რა უბედურებაში ვართ. მეცით მგონია რომ ამას სწორედ ამ კონტექსტში განხილვა ჭირდება. ახლა მე კი ჩემი სუბიექტური ფაქტორი ასე ვთქვათ რამდენიმე თვე ვერ ყოფნის ეთერში უკავშირდებოდა იმას რომ მუხლმა მიმტყუნა რომ პირდაპირ გაგებით, მაგრამ ახლა გადასარევათო და შესანიშნავად გაუნკლავდი თქვენამდე მოსვლას და კიდევ ბევრს არამესაც გაუნკლავდები, მაგრამ ამ თვეების განმავლობაში მე მქონდა იმისი დრო და ფუფუნებაც გარკვეულწილად რომ რაღაცა ცოტა სხვა პოზიციიდან შემეხედა ყველაფრისთვის. მათ შორის პირადად ჩემი როლისთვის და საქმისთვის რა შეიძლება გავაკეთო ამ ქვეყნისთვის აი ამ დღეს ამ ვითარებაში და მგონია რომ მე პირადად ყველაზე უკეთესი რაც შეიძლება გავაკეთო აი ასეთი ინიციატივების მქონე ადამიანებისთვის ხარდაჭერა. მათი გამაგრება, მათთვის აი ამ პატარა წიგნის გაცნობა, რომელსაც სინამდვილეში ისინი ამაზე ფიქრობენ, ამას აკეთებენ, ამას ქვია ჩვენი სახელმწიფო ფუნდამენტი და ის პირველი სამი სიტყვა და ამ პირველი სამი სიტყვის არ ვიცი გაცნობიერება გაჯერებისთვის მინდა დანარჩენი რა ვიცი ყველაფერი მივმართო ჩემი ენერგიას და ყველაფერი ჩვენ საქართველოს მოქალაქენი აი ასე ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ენთუზიაზმით სავსე მიუხედავად იმისა რა ხდება გვერდზე მიუხედავად იმისა რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება თუ გუშინდელი ვიღაცა მიუხედავად იმისა რა ხდება მსოფლიოში მე რჩები ჩვენ საქართველოს მოქალაქეთა ერთობის წევრად. ანუ ჩვენი საერთო სახელმწიფოს და ჩვენი საერთო ერის ამოცანების შემსრულებლად. ყოველგვარი სხვა მის გარეშე მე ერთი ადამიანი და მე ბევრი ხდებით. ამ კონტექსტში ის სახელმწიფო, რომელსაც ახლა ჩვენ ვჯახირობთ და ვერ ვაკეთებთ ქართულ ცნობიერებაში დაახლოებით 150 წლისაა. მეტი არ არის.
იმიტომ რომ ის სახელმწიფოებრიობა, აი დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, რაღაცა მივით ეს იქ რეზოლუციებში ჩაწერეს, სხვა შორის მანამდე ჩვენ მათ ხელშეკრულებები დაუდეთ და მოუწერეთ ხელი იმაზე, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ადამიანის უფლების დაცვის სფეროში, დემოკრატიის განვითარების სფეროში. ის დამკვირვებლები რომ ჩამოდიან ისინი რაღაცა დამპყრობლები კი არ მოდიან აქ და ძალით კი არ ვარდებიან აქ. ეს ვალდებულებები გვაქვს ჩვენ აღებული, რომ აი ამ სისტემის წევრი გავხდით. ამ პაპუაშვილი ისევ საბჭოთა კავშირს რო ადარებდა უთიფრად, უბრალოდ მან მაინც ხო იცის რომ თავი დავანებოთ რომ მათ შორის ევროპის საბჭოს წევრობა მთელი რიგი ვალდებულებების გაზიარება არის ხო და უმრე კონვენცია არის ხელმოწერილი და ეს ვალდებულებები გვაქვს. ამიტომ ეს საკითხები საიდან იღებს სათავეს ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა დაგვემართა იმ წერაკითხვის განმცემელი საზოგადოებაზე ხა ბევრს არ ვისაუბრებ თუმცა მინდა რომ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ რაღაცაზე მყარად უნდა დავდგეთ რომ პაპუაშვილებმა და სხვებმა ვერ შეძლონ ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერებაში იმ რაღაცა ბაცილების ჩათესვა, რომელსაც სამ ჯამში მივყავართ სახელმწიფოებრივ არასრულფასოვნების კომპლექსამდე, რომ თითქოს ჩვენ ეს არ შეგვიძლია, თითქოს იქ მტრები არიან და ამიტომ უნდა ვინმეს შევეფაროთ, შევეყუჟოთ, როგორც ვიყავით საბჭოთა პერიოდში სადღაც ვიღაცასთან, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ თითქოს არ შეგვიძლია, რომ თითქოს ადამიანის უფლებები ეს ქართველებისთვის არის თავს მოხვეული, ხო? თითქოს დემოკრატია და ის რომ ხელისუფლებები არჩევნების შედეგად უნდა იცვლებოდნენ, ეს არის თითქოს ვიღაცის მიერ ლობირება. რა შენ აღარ მოწონ ხარ, მე მოვწონ ვარ, ამიტომ ამბე რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარეთ, რომ ეხლა ის უნდა მოვიდეს. მაშინ როდესაც ეს არის ის მექანიზმი, რომელზეც დგას თავისუფალი სამყარო, რომელიც არის მდიდარი, რომელიც არის უსაფრთხო, რომელიც არის და შემდეგ. ახლა როდესაც ცხარეცრემლი ტირიან იმას, რომ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი ნახეთ რა დღეშია, გერმანიაში ნახეთ, ესე იგი როგორ იმ დღევანდელ კანცლერს ეს არის ნორმალური ევროპული თავისუფალი ცხოვრება, სადაც პრემიერ-მინისტრები მოდიან, საქმეებს აკეთებენ, მერე უკეთესები ჩნდებიან და ხალხი იყიბრება უკეთესისკენ. აქ ამათ უნდათ ეს რუსულ, აზიურ, თვითმპყრობელური ცნობიერების დამკვიდრება, რომ ვინც ახლა დღეს მამა და მარჩენალია და მოევლინა ქვეყანას მხსნელად და მესიად და ასე შემდეგ, მის გარეშე ჩვენ დავიღუპებით. აი ამ სრულიად საწინააღმდეგო კულტურის და საწინააღმდეგო ცნობიერების დანერგვას რომ ცდილობენ, ხო, ამიტოა ქვეყანა ამ დღეში. თუმცა მე მგონია გიორგი რომ ჩვენ ცოტა სხვა სიმართლეებსაც უნდა გაუსწოროთ თვალი. კერძოდ რას გულისხმობ? ეს ახლა თქვენთვის ამ საქმის სუპერპროფესიონალისთვის ჩემზე უკეთაა ცნობილი, მაგრამ მაინც კარგადაა განსამარტი რა ეპოქაში ვცხოვრობთ და დღევანდელი პროპაგანდისტული საშუალებები რისი შემძლენი არიან იმისგან განსხვავებით, რომელთაც თუნდაც ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა 90-იანი წლების დასაწყისში. სად ვიყავით? აღარაფერს ვამბობ მე-20 საუკუნის დასაწყისს და მე-19 საუკუნის დასასრულს. უბრალოდ ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო, რომ აი კარგად გაიაზროს მსმენელმა, რაზე გვაქვს საუბარი. ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან მაქვს ეს მოსმენილი. მე-19 საუკუნის ბოლოში რადიო რომ გამოიგონეს. დამდგარა საკითხი პარლამენტის ხდომების რადიოფიცირების. რომ მოქალაქეებმა მოისმინონ შიგნით რა ხდება. და პარლამენტის წევრებმა 3 წელი მოანდომეს ამ თემაზე დებატებს. გავაკეთოთ ეს თუ არ გავაკეთოთ? რა იყო მომხრეთა პოზიცია და არგუმენტი გასაგებია. საჯაროობა ხალხი მანდ გაიგოს და შემდეგ. რა იყო მოწინააღმდეგეთა არგუმენტი? ისინი რა ხალხის წინააღმდეგე იყვნენ? პირიქით, ისინი ამობდნენ რომ იცით რა მეგობრებო, ახლა ჩვენ რო აქ ვიკრიბებით ხალხის მანდატით და კამათობთ ჩვენ ერთმანეთს ვეკამათებით, საქმეზე ვლაპარაკობთ, ხან ვერ ტახტებით, ხან ტახტებით, მაგრამ საქმეზე ვართ ორიენტირებული. როგორც კი რადიო შემოვაო, ჩვენ საქმეზე კი არ ვილაპარაკებთ. ჩვენ სამომრჩეველთან დავიწყებთ კეკლუცობასო, დავიწყებთ PR, დღეს რო PR ქვია. ამ ტიპის მოქმედებს, ესე იგი ჩვენ საქმეს ვეღარ გავაკეთებთ, რაც იმ ხალხმა დაგვავალა რომ აქ ვაკეთოთ. ეხლა ეს საიდან დაიწყო პოლიტიკური პროცესები და სად ვართ დღეს მისული? მაშინ სადაც ცნობიერებაზე, ადამიანების აზროვნებაზე, ზემოქმედების
თანამედროვე საშუალებებით, რომლებიც ახლა მეცნიერებათაც აღწერილია, ხო, პირველი სისტემის, რომელიც ემოციაზე ზემოქმედებს, რომელიც არის სწრაფი, მყისიერი, რომელიც გათვლილია უკვე მომზადებულ ცნობიერებაზე, შეშინებულ, დამფრთხალ, რაღაცა დაძაბული ადამიანის ცნობიერებაზე, მუდმივი სტრესის პირობებში და მერე ჩაწოდება რაღაცეების. რისი? თან უკვე ინდივიდუალურ დონეზე. აი კი ბატონო, ეს უკვე ამ სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. ავტორიტარულ რეჟიმს ამისი რესურსები გაცილებით მეტი აქვს, უფრო მობილიზებული. ზუსტად ამაშია საქმე. არანაირი საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი არ მაქვს. ზუსტად ეს არის ყველა ტირანისთვის საოცნებო ვერსია. შეაშინებ მოსახლეობას, ომი გინდა? მიშა გინდა მობრუნდეს? ერთნაირ ხესიათა ქორწინებები გინდა გაიმართოს? ქრისტიანობა გინდა რომ წაგვართვან? ამ მასობრივი ზემოქმედება მერე აქ უკვე მერე მარტივად შემოდის რაღაცეები. ანუ ადამიანების აზროვნების უნარების დაჩლუნგებაზეა ეს მიმართული. ახლა მახსენდება მე ის რაც ახლა პრაქტიკაში ვხედავ. მე ახლოს ცხადი არ ვიცნობდი, მაგრამ მქონდა ბედნიერება უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დავსწრებოდი რამდენიმე ლექციას მერაბ მამარდაშვილის 80-იანი წლების ბოლოს. და მისი ერთი ძალიან ისეთი დააკვირვება, რომელიც თავიდან ვერ გავიგე რას ამბობდა ეს კაცი. ის ამბობდა, რომ კომუნიზმმა ქართველ ერს ვერ მოუტანა უბედურება, რასაც ქვია კომუნისტური იდეოლოგიით დაავადება. ქართველი ერი ვერ გაკომუნისტდა და ვერ იქცა ამ იდეოლოგიის მიმდევარი ხალხი. ასე უბრალოდ მის ბოლო ეტაპზე და ფაზაში. მაგრამ კომუნისტურმა წყობამ გაცილებით უარესი დამართა ქართველერსო. აზროვნების უნარჩვევები დაუჩლუნგაო. ახლა შეხედეთ, აზროვნების უნარჩვევები, ანუ რა? ომი გინდა, ან ის რაღაცა ევროპა თურმე საქართველოს ომისკენ უბიძგებდა. ეხლა მე მგონი მეც შენც და ძალიან ბევრმა ჩვენგანმა თავის დროზე, როდესაც ეს შემოიტანეს ეს პროპაგანდისტული ნარატივი, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ სისულელეს ვინ დაიჯერებს კაცო? ვინ შეიძლება ირწმუნოს ეს, რომ ახლა დღევანდელი საქართველოს ომში ჩაბმაუნდა ევროპას და მე და შენ კიდევ ვისხედით ტელევიზორში და ამისი დამქაშები ვიყავით, ხო? ცივი ომის დამქაშები გახსოვს ეს ძველი ამბები. ჩვენც გაგვიზარმაცდა ტვინი, ჩემი აზრით. და ჩვენც მარტივად ჩავთვალეთ, რომ მოქალაქეები ამას ხომ არ დაიჯერებენ. ამ პირიქით მეორე ამბავი. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ევროპის მომხრეები ვართ, მოქალაქეთა 80% ამბობს, რომ ევროპა მინდა, ესე იგი არჩევნებზე წამოვლენ და მოგცემენ მას ჩვენ. ასე არ არის. გაცილებით მძიმე და რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. და თუ ამას ჩვენ დაუმატებთ კიდე იმ ნარატივს, რომელიც ძალიან ხშირად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისგან თუ სხვა ადამიანებისგან ესმის 100,000-ობით ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც არის მსხვერპლი აი ამ პროპაგანდისტული მახის, სადაც მათი ემოციური გაღიზიანება და სტრესი რომ არ შენელდეს, ამიტომ აკეთებენ 1000-ნაირ სისულელეს, ხო? კვირაში ორჯერ საშუალოდ ხო ჩადიან ისეთ რამეს. ხან დანიაში ადამიანის უფლებებს იცავენ, რომ ალბათ ტრამპს მიაწვნო ხმა, რომ ვერ ჩვენ ვიტან დანიას და მეგობრები ვართ, ამიტომ ხან ბრიტანეთის დემოკრატიას სტირიან და კანონის უზენაესობა რომ დაემხო თურმე იქ საქართველოს გამო. ხან გერმანიას უსამძიმრებენ. ანუ ხომ არის ეს კომიკური თითქოს ჩვენ გვეღიმება, თვლით რომ ჩვენი თანამოქალაქეები აი რო გამოვედი სახლიდან და მივესალმე ან დილას ველაპარაკებს, ასევე მარტივად უყურებენ, მაგრამ აი ამ ტიპის წნეხით და პროპაგანდით ჩვენ ხედავთ რა დღეში ყავთ მათ მოსახლეობა. ახლა ჩვენც, ჩემი აზრით, არ უნდა აღმოჩნდეთ ამავე მახეში. იმიტომ რომ ასეთივე მარტივი კლიშეები, რომ ევროპა ხო კარგია ხალხო და მოდი რა ჩვენ ხო პროევროპელები ვართ და წავიდეთ იქეთ. ეს არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი და მარტივ რამეს გეტყვით. აი ევროპის ეპიცენტრი, ევროპის დედაქვეყანა, ბელგია. დედაქალაქი თუ ისა, ეს კიდე დედაქვეყანაა, ხო? ბელგიაში არჩევნები რო ტარდება, ყველა პოლიტიკური პარტია აქვეყნებს სქელ დოკუმენტს 400-500 კონკრეტულ კითხვაზე პასუხი, რატომ ექნება კონკრეტულ პედაგოგს, კონკრეტულ სოფელში მცხოვრებ ძღოლს, კონკრეტულ სტუდენტს, კონკრეტულ ფერმერს, პროფესორს, არ ვიცი, გაჭირვებულს, ავადმყოფს, რატომ ექნება უკეთესობა და რამდენი იქნება ეს უკეთესობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ევროკავშირის პროექტები მუშაობს, ევროკავშირული პოლიტიკა ტარდება სოფლის მეურნეობაში, კონკურენციის სფეროში, კავშირგამოწმებაში და ყველა სხვა საქმეში. ანუ ბელგიელებსაც კი ყოველ 4
წელიწადში ერთხელ 400-500 ძალიან კონკრეტულ კითხვაზე პოლიტიკური პარტიები აწვნიან ძალიან კონკრეტულ დაპირებას კი არა პროექტს, რომ ასე იქნება. ჩვენ სამწუხაროდ შეგვეშალა და მარტივად ჩავთვალეთ რომ ეს ხომ ისედაც იცის ჩვენმა მოსახლეობამ რატომ იქნება მეცხვარე ახლა ეს გადასარეკად ტრასებზე იყო უბედურება მისი საქმე უკეთდა რატო საიდან მოვა მისთვის ასოცირების შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია ანუ რაც წინ წავიწიეთ ევროპასთან ინტეგრაციაზე ერთადერთი ვიზა ლიბერალიზაცია ხელშესახები ხო მიდიხარ მოდიხარ დანარჩენი რასარგებელი მოგვიტანა ეს ცოტა გაუგებარია ახლა რატო ლაპარაკობ ამ რაღაცეებს აი ამ თემებთან სწორი შეხმიანების გარეშე და იმის გააზრების გარეშე რომ ის რაც ახლა გჭირს ჩვენ ყველას ერთად დაგვემართა თუ ამ ფორმულას ვერ და არ გავიზიარებთ და გვექნება განცდა რომ ცუდმა ტიპებმა ვიღაცებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და ცუდ გზაზე დააყენეს ქვეყანა და ახლა ჩვენ ისინი უნდა ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა რაშია? აი არჩევნებთან დაკავშირებით როცა საუბრობთ, ხო? მოდით ბარემ შეკითხოს და გიხადოთ საუბრის ბოლოსკენ მივდივარ და მინდა რომ ამაზე კონცენტრირდეთ. ნიშნულოვან რამეს ამბობთ, რაშიც ალბათ ვერავინ შეგეკამათებათ. პრობლემა ყოველთვის ჩნდება, როცა პრაქტიკული პოლიტიკის დონეზე ამის განხორციელების ფორმები იქცევა პრობლემად. მათ შორის თქვენ თავად დაიწყეთ საუბარი პროპაგანდის გავლენაზე, ფინანსების მობილიზებაზე, დამოუკიდებელი მედიისთვის არხებისა და შესაძლებლობების უკიდურეს შეზღუდვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფრასტრუქტურის განადგურებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემასთან ერთად ამას უნდა აკეთებდნენ საგანმანათლებლო სივრცეში. ხედავთ ხო, ხა ილიაუნის სტუდენტები ყავდა აქ და გადაარჩინე ილიაუნი ქვია მათ ორგანიზაციას, ხო? ანუ გადასარჩინეთ რო საქმე თავისთავად რა უბედურებაშიც ვართ უკვე. პრაქტიკული პოლიტიკის დონეზე პოლიტიკურმა პარტიებმა რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, ფეთქავენ, ინფრასტრუქტურას ინარჩუნებენ, აქვთ ჯერ კიდევ იმისი ენთუზიაზმი შინაგანი, რომ ამ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში შედეგს მიაღწიონ, თავიანთი რესურსების გაერთიანების კუთხით. არ მაქვს ხედულობაში პარტიული გაერთიანებები. რა ახალი ტიპის ურთიერთობა და ფორმებს უნდა მიმართონ? მათ შორის იგივე შეცდომები რო არ გავიმეორო და შედეგებიც რომელიც 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებს მოყვა ხო იმიტომ რომ დგება ნელ-ნელა ეს საკითხი აგერ პასეს ანუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიამ დღეს დაწერა რომ ესე იგი არჩევნების ჩატარება ამ პირობებშიო მიუღებელი იქნება, ხო? ამავე დროს არჩევნების იქით პოლიტიკური მეთოდით ხელისუფლების ცვლილების რაიმე ტიპის სხვა რეკომენდაციას ბუნებაში არ არსებობს, ხო? ასე ვთქვათ, სამართლებრივი პოლიტიკურ გარემოშიც. აი რა უნდა იყოს უახლოესი ეტაპების ქართული ოპოზიციის? კი ბატონო. ჩემი მოკლე პასუხი გიორგი იქნებოდა ის რომ მე იმიტომ ვარ ლელოს წევრი და ლელოს მხარდამჭერი და ამომრჩეველი მართალია ერთ-ერთი ლიდერი აღარ ვარ და წინაარჩევნებში მიღია მონაწილეობა და არც მომავალში ვგეგმავ ამას მაგრამ რატო ვუჭერ მხარს ლელოს გონია რომ ამ კონკრეტულ საკითხშიც სწორ პოზიციაზეა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია და მისი ლიდერები და ეს პოზიცია მდგომარეობს შემდეგში თქვენს მიერ მოყვანილი დღევანდელი ციტატა ბევრისთვის შეიძლება არის აღქმული ასე. ხო და ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა საზრი არ აქვს და სწორი არ არის. ლელოს ლიდერებს და მე მათ მხარდამჭერს და პარტიის წევრს ეს განცხადება გვესმის სხვაგვარად. ეს ნიშნავს ნათქვამს ხელისუფლების მიმართ, რომ თუ ამ პირობებში არჩევნებს ჩაატარებ და მე იტყვი რომ აი გავიმარჯვე ხალხო მხარი დამიჭირა, იმაზე უარესი დღე გელის, ვიდრე ახლა გაქვს, როდესაც დელეგიტიმაციის თემა და მე მიღებები და ეს დაივიწყე, ეს არ გექნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხო და ოპოზიცია ახლა ნუღა მოემზადები ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის, იმიტომ რომ გარემო არის ცუდი და არასწორი და ხო, ისხედით და მე გველოდეთ შემდეგი რეზოლუციით, როდის შევაშინებთ ივანიშვილს ჩვენ ასე არ უყურებთ საქართველოში დღეს ნუ genuinely ნამდვილად ანუ შეიძლება ასე ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების და ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს ასე თქმა უნდა უყურეთ რამე სხვა რო ეთქვა ახლა იმ ხალხს რომ არსებობს ასეთი პირობები ჩვენ ხო ვიტყოდით რომ უკაცრავად ჩვენ სხვანაირ სტანდარტებს ვიცნობთ არჩევნებში
აღწერეს. ხო, ამიტომ ეს არის ნათქვამი ხელისუფლებისთვის, რომ ეს თუ არ გაასწორეთ, არ გააკეთე, ჩვენ შენთან ურთიერთობა ეს რაც გვაქვს და ხვალაც და როგორც იქნება ეს ასეა, მაგრამ ეს ნიშნავს ოპოზიციისთვის, რომ აი ამ ძალიან მძიმე ვითარებაში და გარემოში ორმაგად, სამმაგად და ათმაგად გაისარჯე იმისთვის, რომ სახალხო სუვერენიტეტის უპირველესი გამოვლინება არჩევნები ესეც არ დაიკარგოს ამ ქვეყანაში. ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პარტიის ამოცანაა მუდმივი მზადყოფნა არჩევნებისთვის. იმიტომ კი არა, რომ მე რომ სადმე ამირჩიონ. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს თუ ჩვენ თვითონ წავართვით არ მივეცით საკუთარი პოზიციების გამოხატვის უფლება და თავისუფლება, რაც არ უნდა რეპრესიები და არასწორი გარემო იყოს არჩევნების, მაშინ რა არის შემდეგი გზა? ამიტომ არჩევნებთან დაკავშირებით დამოკიდებულება, რომ ჩვენ ესე იგი ჯერ უნდა მოვიპოვოთ რაღაც მანქანებით სამართლიანი არჩევნები, ოღონდ ვინ უნდა მოიპოვოს ეს, რა გზით უნდა მოიპოვოს ეს, როგორ უნდა შევცვალოთ ის კანონები, რომელიც პარლამენტის მისაღებია და პარლამენტში არ ვართ ჩვენ თვითონ. რამდენიც არ უნდა იქიდან აქეთ წამოვიდეს, თქვა მოწყდა გუნდს რაღაცა კრიზისში, მაინც აქეთ უმრავლესობა შექმნა იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტში ოპოზიცია არ არის, ანუ ერთი ჯგუფია მხოლოდ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ამიტომ ეს აი ზუსტად ემოციურ თემებზე რო საუბრობდით, წეგან ანალიტიკური და არგუმენტირებული მსჯელობის გარეშე ოპოზიციის შიგნითაც ოპოზიციის ლიდერებსა და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას შორის. თუ ჩვენ ერთმანეთსაც ისეთივე მეთოდებით ველაპარაკეთ, როგორც ხელისუფლება ელაპარაკება თავის ამომრჩეველს იმისთვის, რომ ყავდეს მობილიზებული, დამუხტული და შემდეგ და არა თანამოაზრე, ერთად განხილული, შეჯერებული, ჩამოყალიბებული, ოღონდ არგუმენტებით, იარლიყების გარეშე, შენ ესე იგი თუ ამას აკეთებ, ესე იგი მოღალატე ხარ. შენ თუ ამას აკეთებ, ესე იგი მტერი ხარ. ესე იგი საკმარისია. აი მართლა ჭეშმარიტი პლურალისტული რაღაცის ჩანასახი გამოჩნდეს, რომ თქვა სამი ადამიანი ერთმანეთს რაღაცის გამო არ ეთანხმება და ამაზე მიდის კამათი. კამათს აქვს 10-დან 9 შემთხვევაში პერსპექტივა, რომ აუცილებლად გადაიზარდოს ურთიერთბრალდებაში, ჭუბში, იარლიყების მიწევებაში. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ჯერთი ეს მეთოდები სადღაც ისწავლა, ვიღაცაებმა მიაწოდეს, ეჭვი გვაქვს დასაბუთებული ვინ და საიდან და როგორ და სად არის ეს დამუშავებული მეთოდოლოგია ცნობილ ავტორიტარულ რეჟიმებში, ეს რუსეთი და არა მხოლოდ რუსეთში და ახლა ამ მეთოდების მსხვერპლი ჩვენც თუ შევიქენით და ავყევით მას ამ ყველაფერში, ხო, მაშინ ეს ვარდნა ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მაგრამ თუ მოახერხეთ ის, რომ ჯერ ერთი ვაცალოთ ერთმანეთს. იქნებ ბოლომდე ახსნას იმ ხალხმა, ვინც თulis რომ ასე ჯობია რაღაც მიმართულებით ცვლა. ან შეცდომებზე რო საუბრობთ, იცით, აი სანამ ახალი ფურცლიდან ქვეყნის ცხოვრება დაიწყება, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ცხოვრების დაწყებაა საჭირო ახალი ფურცლიდან. ოღონდ რომ ვიღებთ ახალ ფურცელს, მოდით, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. პირველ ფურცელზე უნდა ჩამოვწეროთ განდილი შეცდომები, ქმედებები და გადაწყვეტილებები და არაპიროვნებები. ამ შეცდომების ჩამოწერა და აღიარება შეიძლება თავისთავად დაპირისპირების. თუ ეს ასე არ მოხდა, გიორგი, მაშინ ვაღიაროთ, რომ დღევანდელი პოლიტიკური კლასი ვერ ვართ ჩვენ საქართველოს მოქალაქენი. და აი ბავშვები რო არიან, დაველოდოთ როდის გაიზრდებიან ისინი. იმიტომ რომ ეს ფრაზა ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ნიშნავს იმას, რას ნიშნავს? უყურეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მარტო ქვეყნის წარმატების თანამონაწილე კი არ ვარ. მარტო ხვიჩა კვარაცხელია რო გაიტანს გოლს და უნდა გაიტანოს ახლა ერთ კვირაში. მარტო მაშინ კი არ ვარ, აი მეც ქართველი ვარ. არა, ის ჩემი ქართველი თანამოქალაქე საშინელებას რო ჩადის, მაშინაც ჩემიანია ის ქართველი. ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ვრჩებით, ჩვენ და უნდა შევძლოთ ისევე იმ შეცდომების აღიარება ოჯახში, ხო, მუდმივად ჩვენ ვრჩებით.
შვილმა და ძმამ, მეუღლემ, ოჯახის წევრმა რაც არ უნდა შეცდომა დაუშვას და არასწორი ქმედება ჩაიდინოს, ხომ ჩვენიანი რჩება ის და ხომ მე ვხდებით და ჩვენ მეუბნებით საუბრობთ, ჩვენი მოსაგვარებელიცაა ეს ამბავი. ამიტომ მთელ ქვეყანაში ეს ვერ მოგვარდება, თუ პოლიტიკური ელიტის, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ელიტის წინა ხაზმა ეს ვერ შეძლო. და თუ ეს ვერ შეძლო და თუ ესე იგი ყველას თავისი ფურცელი აქვს თავის შეცდომების, ეს ნიშნავს რომ კიდევ მეორე დავივიწყოთ, ესე იგი არ არის მზად ეს ელიტა იმ ქვეყნის გასაძღოლად, რომელსაც წინ უწერია ეს და დაველოდოთ ეს ბავშვები გაიზრდებიან. ოღონდ რა პირით გინდა მე შეხედო. ჯერ ახლა ვერ უყურებ თვალებში ადამიანებს. 58 წლის ვარ და 38 წელი გატარებული მაქვს ამ საქმეში. და რა ქვეყანაში მყავს ან ჩემი შვილები, ან სხვისი შვილები და შვილიშვილები და ასე შემდეგ. და გავაგრძელოთ ეს იწილო-ბიწილო ჩვენი სიმართლეებით ცხოვრება? ამ ქვეყანაში დარჩა ადამიანი, ვისაც რომელიმე ხელისუფლების მოსვლაში მონაწილეობა არ მიუღია. და არის რომელიმე ხელისუფლება, რომელიც დღეს აღიარებულია როგორც აი ხელისუფლება ყავდა. ზოგმა გამსახურდიას მისახმა, ზოგმა შევარნა, ზოგმა მიშა, ზოგმა ბიძინას, მე იმანა იქნა, ეს ქნა. და დავჩენთ პატარ-პატარა სიმართლეებში და აქ ჩავიკეტოთ ამ ნაჭუჭებში? ანუ ჯამურად რომელი რაღაცა 2 წელი, 11 წელი, 9 წელი, მე 14 წელი ამ კლიშეებში ჩაკეტილებმა და დაგვიჯოთ ეს ქვეყანა. ამიტომ არის საჭირო ამ შეცდომებზე რომ საუბრობ. ეს არ არის რაღაცა, იცით, ერთსაც უკვე მორჩები რა. ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფო საქმეზე. სახელმწიფოს გაძღოლაზე. მილიონობით ადამიანის ბედის გადაწყვეტაზე. ამაში უნდა გვენდოს ჩვენ ხალხი. და ჩვენ იმისი უნარიც არ გვაქვს, რომ გავიხედო უკან და თქვა რომ ხო 7, 8, 9 ეს ნაბიჯები, მაგრამ ეს არასწორი აღმოჩნდა. ან შეიცვალა ვითარებად ახლა სხვანაირად უნდა მოიქცეთ. აგერ ახლა ამ წუთში ის ადამიანები, რომლებიც გასული ადგილობრივი არჩევნების დროს სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ ამისი და ესე იგი ამ იდეასაც კი ებრძოდნენ, ახლა ამობენ არჩევნები ერთ-ერთი გამოსავალი. ეხლა მე ამას წამოძახებით კი არ ვეუბნები იმას. კარგია, შეიცვალა ვითარება. იყო ხალხი, რომელიც ამბობდა ბოიკოტი არასწორია. პარლამენტში შესვლა არასწორია. არ შევედით პარლამენტში. გონია რომ ეს არასწორი იყო. ვაღიარებ. თქვენ ასე გონიათ. მაშინ იმ მომენტშიც ესე ფიქრობდით, რომ ეს გადაწყვეტილება მაგაზე არ გიპასუხებთ. კარგი, დრო არ დავუშვათ, თუმცა მოგეცით საშუალება ამ შემთხვევაში დიდი პაუზის შემდეგ თქვენი აზრები დაუბრკოლებლად აგეზიარებინათ საზოგადოებისთვის, თუმცა არის ბევრი ისეთი თემა, რომელზეც იმდენად კამათი არა, მაგრამ კონტრშეკითხვები მექნება აუცილებლად და პირობას დავიტოვებ, რომ მოახლოს პერიოდში გისტუმრებთ. მათ შორის შეცდომების ანალიზის ნაწილში. სიამოვნებით, გიორგი, სიამოვნებით. ეს არის აუცილებელი ისევ და ისევ. ოღონდ ძალიან ფართო პერსპექტივაში. ნაჭუჭი თუ დღევანდელობაში ჩავიკეტეთ, ეს არ გამოგვივა. ეს დღევანდელი სიტუაცია სრულიად მიუღებელია, მე მგონი ამას ყველა აღიარებს.